state-ის შესვლა იწვევს კომპონენტის თავიდან დარენდერებას რეაქციაში, ანუ re-renders აკეთებს. და შესაბამისად გავიჭედეთ ეგრევე რაღაცა infinite loop-ში, რომ მოგვაქვს ინფორმაცია ვცვლით state-ი ცვლის რაღაცა ელემენტს დაბლა ჩვენს კომპონენტში, კომპონენტში ელემენტის შესვლა იწვევს კომპონენტის თავიდან დარენდერებას, მე კომპონენტი თავიდან დარენდერდა, use effect-მა ისევ წამოიღო ინფორმაცია და ერთი და იგივეს ვაკეთებ და ეს არის infinite loop-ი. ანუ ეს use effect-ის მუღამი ის არის, რომ უნდა ეშვებოდეს ერთხელ პირველი დარენდერებისას, ხო? ანუ ეგ იყო აქ თავარი. ხო, პირველი დარენდერებისას ან შეგვიძლია უთხრათ როდის გაეშვას, როდის გააკეთოს. როგორ ვეუბნებით მაგას? როდესაც use effect-თან hooks გამოვიძახებთ და ჩავწვეთ რაღაცა ფუნქციაში, შემდეგ ვაწვდით მეორე პარამეტრს, რომელსაც ქვია dependency array, array-ს ვაწვდით ჩვეულებრივად. თუ